ცოტა განვითარდეთ, გავიწიოთ შორს. ოპა! წინა ორი კვირი არ ქონდა. რიგში. მადლობა მამა. რა დაახატე ხორს ბოლოს? ბულბულატორი დავახატე. ცოლი ყავს? არა. მათ რახს წამოგიღებ თუ გინდა. აგაშენოს ღმერთო. ხوار ჩხარობთ. გამარჯობა. გამარჯობა. იო. 1 2 მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ დეითობანა ჩართეთ. სანამ უყურებთ დეითობანას, იცოდეთ რომ უნდა გამომიწეროთ. ესე არ უყუროთ. ვიცი რომ ბევრი მიყურებთ ეგრე და არ შეიძლება. ისევ და ისევ ვიმყოფებით სოვლაქიბარში და ჩვენი პირველი წყვილი არის შემდეგი შემადგენლობით. ესენი არიან ბექა და მაკინა. მოგესალმებით ბექა, მაკინა. შესაძლოა. ორი წამით გაგაჩერებთ 15 მაისს. ხუთშაბათს საღამოს 7 საათზე შალვა დადიანის 18 ნომერში სოულაკი ბარში დეითობანას მორიგი ეპიზოდის ჩაწერა იქნება. სურველები გთხოვთ მობრძანდეთ. კაი გართობა, კაი სასმელი და იგი. კაი ახლა გაგრძელეთ. როგორ ახართ? ძალიან კარგად. კარგად, მადლობა. ოკეი, კარგით, მითხარით, ვინ ხართ, რა საქმიანობთ? დაიწყე. რა შვებით? მე ვარ მაკინა. ვარ ტატუ არტისტი დამწყები. წერ წიგნს, ვარ ფოტომოდელი და DJ-ის კურსებს გავდივარ ახლა. წიგნს რაზე წერ? ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე რაღაცებს წერ რა. რაღაცებს. კი. რა ქვია? გამოცდილებებს. რა ქვია წიგნს? ჭაობის ყვავილი. ჭაობის ყვავილი. ანუ შენ ხარ ჭაობის ყვავილი. ნუ ეხლა მთლად მასე ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათ ჭაობი. კი. ან ჭაობშიც კი ყვავილი იზრდება რა. აჰა, ოკეი. ჭაობში რა იგულისხმება? ჭაობი. ან რამე ის არა, მეტაფორა და რაცა? იმენა ჭაობზე წერ? ანუ ჭაობზე წერა. არა, ჭაობზე არ წერ. აბა, იმ ჭაობს ბალაკები როგორ? ხანუ უბრალოდ ეგრე ქვია რა. უბრალოდ ეგრე ქვი. ოკეი, ანუ ტატუს ხატავ, დამწყები ტატუ არტისტი ხარ? რამდენი ხანი ხატავ? 4 თვეა უკვე ვხატავ, მუშაობ. ადამიანებზე? კი. ნუ ხანდახან თუ ისეთი სიტუაცია მექნება, რომ კლიენტი არ ამყავს, ანუ ბიძაშვილებს დაუძახებ და ხორები მომყავს. ხორები მოყავს? ხო. ბიძაშვილებს ეძახი ესე? არა. ანუ ხორები მომყავს საფრინდა რომ დავხატო, ხვდები? საინტერესოა. რა დაახატე ხორს? პეპელა ბეჭებს. რა ბეჭებს რა? პეპე ხო პეპელას შეიძლება დავხატო რა. პეპელაც შეიძლება დახატო. ხო. გაიჩერე ღორს. ხორს ხო, გააჩნია. ანუ ეხა სისქეს გააჩნია რა. რამხელად ყელია, ხო ხტა. ხორი? მომრავლ და ბრტყელი ღორები სხვათა შორის. კი, სხვათა შორის გამხდარი ხორები არიან. გამხდარი ხორები არიან? მან დას პრობლემებია თქო. რა დაახატე ხორს ბოლოს რა გახსოვს? რა დაახატე? ხორს. ბულბულატორი დავახატე. ბულბულატორი დაახატე ხორს? ანუ რო ამოაქვს თუ? მამა. აგის მე ხორი დადეს ცოტა შეჯდა. დამალაგან. საინტერესოა. აი, ადამიანებს რა სახატ? ანუ გაჩნია არის დახატვამდაც რა. ბოლოს ღორებისგან განსხვავებით ადამიანი ირჩევს რა უნდა დაახატო. როგორ? არა, იქაც კატალოგი აქვს რა ხორებისთვის და აი, ხო. ჯერ მარტო ბულბულატორიც შეიძლება და ყველაფერს ახატოს. ამ პეპელა დაახატე ბოლოს ხო? ოკეი. კიდევ მითხარი, რა მითხარ ასე ვაკეთებ კიდევ? DJ-ს ვწავ. DJ-ს წავ, ხო, ანუ დიდი ხანია სწავლობ? არა, 1-2 კვირა იქნება. 1-2 კვირა იქნება. მანდაც ხორები არის რამის საქმეში? არა, მანდ ღორები უკვე აღარ არის. ანუ მსმენელად ხო არ მოგყავს? არა, ჯერჯერობით არა. ყველამ ერთად. მე კიდევ არა, ჯერჯერობით არა. აი, ოკეი.
წარმატებები DJ-ში, ტატუ არტისტობაში და წიგნი ვერ გავიგე რაზეა მაინც. ხორებზე არა გაიგე უშავს რო გამოა. როგორ? ფოტომოდელობა და გავიგე. ფოტომოდელობა, ხო, არ მაინტერესებს, კაი. ბექა, შენ მოგიყვები ვინ ხარ, ასე თქვენო, რა გინდა? ბიჭო, მე ვარ ბექა. 29 წლის. აჰა. სამწუხაროდ პროფესია არ მაქვს. არ ვეძებ ესე ახალ პროფესიებს. ამჟამად ვარ სცენარისტი, დამწყები იუმორისტი. დამწყები იუმორისტი. ხო, ვცდილობ. ხორებზე არა, მაგრამ ადამიანებზე ვცდილობ, რომ გავაცილო. ადამიანებზე ვცდილობ. კი. რა მინდა? რა მინდა ახლა მე? მაგაზე ანუ შორს არ ვიხედები ხოლმე. ბოლოს რაც მინდოდა და თვალების მინდა. პრობლემაა რამე? არა. თვალები მოვაგვარეთ. რა აი, მინდა? ხვალ რას აპირებ? ხვალ ცოტა კეთგან მოვიდეთ. ანუ სამშაბათს მინდა რომ ბარსელონა მოიგოს. მეტი ესეთი გეგმა არაფერი არ მაქვს. ჯერ. ბილეთს ან ეს პარასკევს დაიდება და შეიძლება უკვე ვიცით. თუ გინდა ისექენი, თუ იცი მითხარი რომ აი ეგრე ან რაღაც რეაქცია გააკეთე. ან ორივე რეაქცია გააკეთე, როგორ წავაგეთ, რაღაც. ჯო არ იყო წესაგები თამაში. აბა რა ეგონათ ხორებს. აი ესეთი ორი ვარიანტი მექნება და ორივე ამოჭერთ თუ გინდა. კი ბატონო. დეითებზე თუ დადიხართ? მე ოდიში აიმნებზე ძველმოდური ადამიანი ვარ ცოტა. 29 წლის ვარ. გავიგეთ ეგ. სასიამოვნო ინფორმაცია. ანუ აი ამაზე არ ყოფილი. მაგით ანუ ანიშნებს ახლა მაკინას შენ რამდენი სხარო ანუ ხო ვერ ესეთი ეკითხება. სტრატეგია მაქვს ეს. ანუ არ ყოფილი რამდენი აი სხარო ამაზე. მაკინა? 20. სიწლის რო ვიყავ. რა შვებოდე 20 წელს. ხორებს დაძდებდი? არა, რო ვიცი. მე რე ჩემთან მოყავდა ხო. ხო. ოკეი, ანუ რა მითხარით არ პაემანზე? ყოფილი ვარ პაემანზე. არ ყოფილი ვარ ოფიციალურ პაემანზე არასდროს. როგორ წარმოგიდგენია პაემანი რა არის? პაემანი არის გოგოს და ფუტბოლატორი ბიჭის გასვერდი. შეხვედრა და საინტერესო საუბარი. მათ შორის ღორებზეც შეიძლება იყოს. კი ბატონო. ასე მომიწია ახლა ჩემ პირველ პაემანზე. არ მინდოდა, მაგრამ მომიწია. ოკეი, მაკინა შენ რა დავდივარ დაითებს. დადიხარ დეითებს? ხო. საკმაოდ ხშირად. ხშირად. ოკეი, რამდენი კვირაში? კვირაში? კვირაში გააჩნია მე როგორ მცალია, იმას როგორ მცალია. ხო, ეს ბოლოს როდის იყავი დეიძე? 3 კვირის უკან. 3 კვირის. აჰა. რა ხდებოდა აბა როგორ დეითი? კარგი დეითი იყო სხვათა შორის. აი, ცუდი არ ყოფილა. ცუდი არ ყოფილა. რატო იყო კარგი? იმიტომ რომ ფანჯრიდან გადმოვხვდი. ფანჯრიდან გადმოხდი? ამიტომ იყო კარგი? ხო. რომელი სართული იყო? მეორე. მეორედან გადამოხვდი. რა მევიფიქრე. რა შემიძლია? რას მაძლევს ხო? აი რა. ანუ რატო გადახდი ფანჯრიდან? 12 საათი იყო, ანუ გვიანი იყო უკვე რა. და ჩაკეტეს კარები. არა. ვერ არა, ეგრე გავიდოდი გადის ხოლმე სახლიდან. შენობიდან რა, კარი არის ის და პირდაპირ. ხო, ანუ ვერ გავდიოდი სახლიდან და მომიწია ფანჯრიდან გადახტომა. შენ საკუთარი სახლიდან ვერ გადიოდი? ხო, ანუ გვიანი იყო და მაგიტო. სახლში გქონდა დეითი? არა, გარეთ. ვაი, კაი, სახლიდან რატო ვერ გადიოდი? მამა არ გიშვებს. მამა არ მიშვა. მამა არ გიშვებს. გვიან. აჰა, ოკეი. რომელი საათი იყო? 12. 12. აი, გარეთ რო გახვედი, რო გააღწიე ფანჯრიდან. სად იყავი, სად საწახვედი? უბრალოდ გავისერნეთ. უბრალოდ გაისე. იქ ფანჯრასთან. და რო დამთავრდა რა ქენი? აქ ვიქნებით. ანუ სახლში როგორ დაბრუნდი? გონდა ახტი ისე მეორე სართული. სპარიდა გამოვიტანე კიბე. ვითხოვე და ავედი ისე. და მამა გამოვიდა ფანჯრა კიბე წააქცია. პაემანი კარა დანაშაულის ამბავია. დანაშაული ჩაიდიდა. დანაშაულადო. კიბე გამოვიტანა მაღაზიიდან. მაღაზიიდან. ვითხოვე. არ მომიპარავს ვითხოვე. არა დააბრუნე მე. თვითონ გამოყრე. ან რო დაკეცე და აგერ ჩაგაბარეთ. ოკეი, ანუ სად ისერნეთ რა, ანუ რატო იყო კარგი დეითი, ანუ რა იყო საინტერესო? რა ხდებოდა? უბრალოდ ისერნეთ გამოგაცილა და ვშა. ღირდა ამხელა ნახტომი? ღირდა, ხო, ღირდა. გონია, ის კი ბატონო. ოკეი, კაი, ცუდი დეითი თუ გქონიათ? ცუდი პაემა. კი. ანუ ეს თუ კარგი იყო? ცუდი რა არის?
მე 4-ზე ვარ ერთხელ. მე 5-დან ვარ გადმოხტარი. ამჯერად ჩემი ინიციატივით არა. ანუ რა იყო მართლა ეგეთი? რა გახსენდება? ძალიან პატარა ვიყავი, ძალიან რა ესე 14-15 წლის ვიყავი რა. და Facebook-ზე გავიცანი ბიჭი. ერთი კვირის განმავლობაში მქონდა უშუალოდ მხოლოდ მიწერები, არც დარეკვები, არც კამერით საუბარი და არანაირი მსგავსი რამ. ერთ დღესაც დავგეგმეთ, რომ უნდა წავსულიყავით, სადმე გაგვესწრინა ყოველ შემთხვევაში უნდა მენახა. არ წავედი მარტო, წავიყვანე დაქალი. დაქალი წავიყვანე და ეგ ადამიანი რო ვნახე და რო გაიცინე წინა ორი კვირი არ ქონდა. დაქალი? არა, ბიჭი. ბიჭი, ანუ ხო, ბიჭი, ვინც ვნახე. ორი კვირი. ეგეთ შენ ხელა იყო? 21 წლის იყო მაშინ. 21 წლში. ადრე დაწყებია. ხო. ხო და რავი. და დაქალს უფრო მოეწონა თუ რა? არა, ჩემს დაქალს თქვა რომ მეთქი ვითომ ვიღაც გირეკავს თქო და წავიდეთ თქო და სანამ სახლში მივიდოდი ქუჩის ინტერნეტი დავიჭირე და იქიდან მივწერე რომ მეთქი ქუჩის ინტერნეტი. ქუჩის თბილისი ლაბიოს ინტერნეტი დავიჭირე. ქუჩის. ანუ ინტერნეტი დაიჭირე და ყოფილ შეურიგდი თქო და დავბლოკე. ყოფილ შეურიგდი თქო? ხო. ეგრე უთხარი მაგ. ხო, და ან დავბლოკე. ანუ იქნე უთხარი რომ აი შეურიგდი. არა, იქიდან წამოვედი. იქიდან რომ წავა. 5 წუთი, ხო, ანუ 5 წუთი არ ვიყავ გაჩერებული. 5 წუთი შეურიგდა. ხო, 5 წუთი და შეურიგდი. დაიჯერა. დაიჯერა. ეხა ცოლი ყავს. კბილები აქვს? გაიკეთეს ხოთა შორის. ძალიან კარგი. სასიხარულო ამბავი. ხო, გილოცავ აქედან. გაიკეთე. ყოფილს მართლა შეურიგდი? არა. 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 გიფიქრია ისე? არა, მგონი, არა. არა, მგონი, მოიცა? არა. შენ რა შოვი? ეხლა ვფიქრობდი არის თუ არა პაემანი, არ ვიცი, შემთხვევით მოხდა. ხო. მოგიყვები და შენ განსაჯე, იყო თუ არა პაემანი. გამარჯობა მითხრა ვიღაცა გოგონდა. კარგიც იყო და ცუდიც იყო ერთდროულად. ხო. მოკლედ მეგობრის ნივთი უნდა დამეტოვებინა, მე არ ეცელა თვითონ, მითხრა მისამართი მივედი და რეკლამა იყო 5000 ლარიანი. რის რეკლამა იყო ბარემ? რაღაც სპორტის სახეობაში გამარჯვებულს აჩუქეს ეს ჩემ მეგობარს. თურმე ეს იყო უბრალოდ რეკლამა, რომელიც რინგზე უნდა გამოიტანონ და ისე შეიტანონ. ბანერი ალბათ. ხა ესე ეძახიან, მაშინ რეკლამა იყო ჩემ. ხო და მოკლედ ანუ ისეთ რაღაც სპორტი ყო და ბუმ ბუმ და ანუ ერთია, მხოლოდ რომ ყველას აძლევენ რომ სარეკლამოდ გამოვაქვთ. ოკეი. ჩემო მეგობარმა თქვა რომ ჩემი ნივთები არაფერი არ დამჩეს. რატომაც გადავწყვიტე რომ ესეც წავომეღო. დიდი ბანერი. კი, საკმაოდ 5000 ლარიანი. მე ეს უნდა დამებრუნებინა მე. ან ყურადღებას ამახვილებს რომ 5000 ლარი ხელით მიჭირდა და 5000 არის რეკლამა. ხო და მოკლედ ვისთანაც მივიტანე, ეს გოგო აღმოჩნდა ძალიან ლამაზი. და ერთი გზა გქონდა გამოსავალი. მაგასაც 5000 ლარიანი ბანერი უჭირავს. არა, ის დავტოვეთ და 10000 ლარიანი. მოდი ერთად ჩავიდეთ. ანუ ვაკეში ღამე მე და ლამაზი გოგო. ხო. ეს რა შეიძლება მოხდეს? ჩემთვის ისეთი იყო რა, შეიძლება ჩემ გვარში პირველი ვარ, ვინც ამდენ მიაღწია და საგვარეულოს ტოპ 1. მოკლედ გზაში შეხვდა ერთი სანაყინე. აუ და სანაყინე? ხო. აუ ეს ნაყინი როგორ მიყვარს? ამობს ესეთ რაღაცასთან. შეშევდა მეც და გაიარეთ. გავიწიეთ სანაყინეს რა თქმა უნდა და მაგრამ ცუდი რა იყო ამ ყველაფერში, იცი რატო იყო ცუდი ეს ყველაფერი? ნაყინის ჭამა მაქვს საშინელი. ხო. და აქ დამთავრდა ყველაფერი. დავიწყეთ ჭამა და იქ გვერდზე ბავშვმა დაიწყო ტირილი. და გეწუწა? დედამის თხოვა რომ გეხვეწები, ნაყინი აღარ მიყიდო არასდროს. ბავშვმა უთხრა? ხო. და ეს დამთავრდა ჩემი პირველი და ბოლო პაემანი შემთხვევით. ის არ გამოართვი კონტაქტი ან რაღაცა? არა. სამესო ნაყინს ჩამდიოს. არაფერი არა. ანუ არ ქონია იმის შემდეგ მასთან არა. არც მიმოწერა. არასდროს. მოდი ერთი შოტი შევსვათ. რა შევსვათ? შოტი. დასალე. შენი ხათრით, სწორედ. სადღეგრძელოებს ვარ? თქვით, რავი, რა თუ გინდათ. ამ გადახურს გამომორჩოს. ოფიციალურად. ეს რა ყლეობა?
ეს სად მოვიყვანეთ? ამოვიღო? ეს არის პირობა. შენ სიტყვა ამოიღე. ახლა პირიქით. გავხსნა ჯერ ხო არა? გახსენი, წაიკითხე ხმამაღლა და გითხარი რა ხდება. მე ვიწყებ. წაიკითხე ჯერ. მოდი შენ წაიკითხე. მიდი აბა. ისე ელაპარაკები თითქოს რე ბათლი გაქვს. ოკეი. შენ შეცვლა შეიძლება ხო? არა. რატო? ერთმანეთს რო გაუცვალოთ? მთელი დიალოგის განმავლობაში უნდა დაუზილო ყურის ბიბილოები. ოკეი. იყოს ეს. არა, ორივე არის. აუ, ანუ ეს შენ გაგ და ის პირობა მაგას. რა სიტყვები? ტოქსიკური მამიდა და მათრახი. ტოქსიკური მამიდა და მათრახი. ოპა. შენ რა გაქვს? აი ეს წავიკითხე უკვე. მე გიგე მაქვს წაიკითხე. ლუღი, ლუღი? ლუღი. ჰე. ლეღი. ლუღი. ავდექით. ავდექით? ოპა. ოპა თვითონ სიტყვა, ოპა. ოპუ, ესე იწერება. ანუ შეხება უკვე რა? ხო, შეიძლება, აფუჭებს. ანუ ხო, ხო არ ჩქარავთ. ანუ ეს უნდა ჩასვა რა დიალოგში. გავიგე, всё. ეს დავიდებ აქ. მიდება. ქუდი არა გვაქვს? რა თქინდა კუდი. ეს რომ ვარდლობა შევ- გაიგეთოს. სათვალეები აი, არაფერს არ შესulis. იგივეს მივიღებთ მაინც. უკვე შეიძლება დაიწყო. იო, გოგომ დაიწყოს დაეხმარება. ხო, კი. მე რო სიტყვებია. ეს კაცი წყურს არ გეტყვის. ახლოს რო იყო ჩაკოსნი და გამოვალ. მოდი ერთი და მილია კაი კაცი. აი დავიწყოთ. ოპა, ბეთლი მაგ. იქ. ოპა. აი ბეთლი. ესე არა? არ ხდება რეპერს. გამარჯობა. გამარჯობა. იო. რამდენჯერაც გაიცინოთ ეს უნდა დავიწყო ყველა შემთხვევაში. ვაიმე. ცოტა მუსიკა რო ჩავთოთ. და შუქი ჩავაგროთ. ბევრს ვითხოვ. სამ პირობა. აი რე ბათლი ხო არ გესიამოვნებოდა. იო. კი, მის სიამოვნებოდა სხვათა შორის. პროსტა ოპა! გაჩერდი. პროსტა ტოქსიკური არ იყოს რა. არანაირი ტოქსიკი. ყველა ვართ ლუღი. არა, ჩაჯდა. ეყოფა. ლუღივით გარემო ეყოფა. იქნება. შევარდება მე. იო. გადადი შემდეგ სიტყვებზე. მიდი გადადი. ანუ მივდივართ? მამიდა ჩემს კითხავ და იო. გადმოსახტომი არაფერი არა გვაქვს. თუ გინდა რამე წამოიღე. რო გავთამამდეთ. იო. მათრახს წამოგიღებ თუ გინდა. აგაშენოს ღმერთმა. ეყოფა. ეგ არის? ვიცი, მაგარი იყო ძალიან. აი, ერთ ტაში. დასვოდა სავარძები. ესეც სველია. მოდი ერთი შევსვათ. ძმობის. სადღეგრძელებს არა ვართ, ხო? როგორც გაგიხარდება თქვით. აი, მაშინ პირდაპირ დავიდე. ახალგადადგმულ ნაბიჯებს რო გავუთ. აი, ოქროს სიტყვები. აი, კაც ხوار შემცვლი. გამომარჯოს ახალ გადადგმულ ნაბიჯებს. მოდი ახლა მომიყევით თქვენი red flag-ები. red flag-ი არის რაღაც, რაც მაგალითად არ მოგწონს საპირისპირო სქესში, გოგოში რაღაც არ მოგწონს, უარყოფ და მაგის გამო შეიძლება ხო, გმობ და მაგის გამო შეიძლება დაიწუნო გოგო. მე დავიწყო? როგორც თქვენ ვიფიქრებ შენ დაიწყე. ჯეირანი გადაწყო. არ მინდა დაიწყე. მე მინდა. კაი. ჯეირანი. ოპა! ოპა! აპა რა. ვინ არის აქ კაცი? აი, მაგინამ დაიწყოს. კაი.
ბიჭი ჩემთვის red flag-ი არის, როდესაც ბიჭი არის უყურადღება. და ყოველ სიტყვაში იძახის ტოს. აი, გადარჩი. მაგრამ ყურის ბიბილოებს თუ გადაურჩით. ანუ ტოს რო იძახის red flag-ია? აი, და ორი კვილი. რა შვები ტო, ხო, და ორი კვილი რო მაგარია არა. ძალიან. ზედმეტი ორი კვილი რო ქონდეს? ზედმეტი ხო. გაჩი არა. მე ვცადე, არ ვიცი. ჯიბით რო დააქვს რა. ანუ ტო გასაგები. ოკეი. რატო ვერ მივხვდი, მაგრამ ოკეი. და თუ ხდება ტო მაგალითად. აი, სუტოს რო იძახის, ანუ ვერ და კიდე ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც იტყუებიან და ეგ ტყუილი არ გამოსდით. ანუ თუ გამოსდით? თუ გამოსდით რაღაც მინდა. რაღაც თუ გამოს ვერც გაიგებს, ხო, როგორ ანუ ხო რა, ანუ თუ გამოსდის კარგია? არა. არა. რატო ეგეთი? შეიძლება კარგად იტყუებ ძალიან. ხო, მაგრამ რატო უნდა მოატყო? ხო, ადამიანია და შენ არ მოგიტყუები არასდროს არავინ? ყოფილს რო შეუღები მაგარით. ო უწუჩე. ოთო ყურს არ გეტყვის. აი, всё. მამა ხომ მოატყუე რა გაიპარა. არა, არაფერი არ მithქვამს. აი, ყოფილს შეუღები. არაფერი არ გითხოვს, ან ტყუილია მაინც. არა, რატო დამალოა? მოიკითხა. ანუ ტყულზე დამალო შორის განსხვავება? რა განსხვავება? ანუ ნახე, არსებობს კარგი და ცუდი ტყუილი. აბა გამოუშვი. იმის გამო რომ მამა ჩემს არ ენერვიულა, მაგიტომ არ ვუთხარი. ჩხუბსაც თავია ვარი. და მე დიდი ხანი რო არ გამოშდი ხო ინერვიულა მაინც. დიდი ხანი არა, რატო? 1 საათი ვიყავ, მეტი არა. ხო, მაგრამ არ იყავი სახში და საწავი და ვარ. ხო, მაგრამ არც მოუკაკუნებია გარს. აა. აი რო ეკითხა შეიძლება და მე ფეხებზე ეკიდა, აა? არ ეკითხა ფეხებზე ცინა. მამა ნახავს გადაცემა. ანუ, კაი, ცუდი ტყუილის მაგალითად რა არის? ანუ, რა გქონია ეგეთი გამოცდილებიდან, რომ აი მოგატყუეს, მაგრამ რა მოგატყუეს? რო არ ყავთ ცოლი. ორი ცოლი. ანუ მქონია ეგეთი შემთხვევა სამწუხაროდ. მართლა მქონია. ტყუილი უთქვამს კიდე რომ მხოლოდ შენ გწერ, შენ გელაპარაკები, შენ გხვდები და ასე შემდეგ. ანუ მქონდა ეგეთი. ბევრჯერ. და როგორ აღმოაჩინე? ბევრჯერ. მოგიყვანა ოჯახი თუ? აი ბავშვებო გაიცანით. არა. შემოგვივლის ხოლმე. გაიცანი და შეიყვარე. დედა დაიწყეთ. ანუ მასე არა, რეალურად ყველას მიმართ ეჭვი მაქვს რა, შეიძლება ყავდეთ ცოლი, ყავდეთ შეყვარებული. ბეკა შეიძლება ცოლი ყავდეს? როგორი ცოლი შეიძლება ყავდეს? ძალიან დიდი მადლობა რომ შემაფასე. ასეთი კომპლიმენტი არ ვთქვამს არავის. პირველი ვარ გვარში, უცოლოს უთხრეს შეიძლება ცოლი ყავდეს. ყველასთან თუ ეჭვი გაქვს, ან ვიღაცას ხომ დაენდოს საბოლოოდ არა? საბოლოოდ ხო, მაგრამ მაგას სჭირდება დრო, ხო? რამდენი? როგორც სიტუაცია მოიტანს. როგორ სიტუაცია ხო, მოიწონს? ხა რო დავინახავ რომ მატყუებს ვიღაც, აი, რამდენი დაგჭირდება დრო ბეკასთან, რომ გაარკვიოთ, ყავს თუ არა? ყავს თუ არა? ხო. ანუ თავიანთი პირთმეუნებიან მაგას ხვდები, როცა ხედავს ადამიანს ზოგადად რომ გული თუ დგები, არ ატყუებ და ასე შემდეგ, მე თვითონაც იხსნებიან. თვითონ რო ფოტოჟურის სამი შვილი მყავსი. ძალიან კაი მე. აინაც ხარ. ოკეი. კეთილი. შენ რა სიტყვი? ცოლი ყავს? არა. გინა ყავდეს? იტყუებ. არ უება? ხო, ეჭვი შემაგეხა, შემყავდეს ცოლი. აი, ცოტა გავიცნოთ ერთმანეთი და მოდი რაღაცა მიკითხე, რომ მიდია, ყავს თუ არა? რა კითხვები გაქვს ეგეთი? აუ, ესე არ ვიცი, ანუ მაგას როგორ ხვდები ხოლმე საბოლოოდ? დიალოგში. ხო აი მაგალითად წავიდა სიტუაცია ისე, რომ საწავიდეთ. სამომავლო დაიწყო რაღაცეები. და ანუ რეალურად, როდესაც გეგმავ შენ საყვარელ ადამიანთან მომავალს თუნდაც ზაფხულში სად დავისვენო რა? ანუ როგეუბნება ჩემ ოჯახთან ერთად? ხო, ანუ აი თუნდაც ეგ, უკვე იმ ფაქტები რა, შენი პირით იძახი რომ ვიღაცა ყავს რა. არ ვიცი. სად მივდივართ დასასვენებლად? ოჯახთან ერთად. აგერ უკვე ყავს. მე და მამა ჩემი ვიქნები. წამოიყვანე ვინც გინდა. კი ბეტონი, წამოვიყვანე. აი, თვითონაც თქვა უკვე რა. რა თქვა? მამა მყავს რა. ლოგიკურია რომ ეყოლება მამა.
მამა ყავს red flag-ია. ეს ისება მამიანი ბიჭი. ზედმეტად ის რო არიან. აი უკმაყოფილო რო არიან ყველაფრით რა. აი რაც არ უნდა მოხდეს, ანუ კარგია, მაგრამ მეტი უნდა მაინც რა, ანუ არა, მაგალითით გეტყვი თუ გინდა, აი ყველაზე ლამაზი ფოტო რაც უდევს, აი იმაზე რო უთხრა რომ ვარა, კარგი ფოტოა. ხო. ვაიმე მან დრავს გავარ. ანუ უფრო მეტი უნდა ხო. კომპლიმენტი. 20 კილოა და რა იქნებოდა 5 კილოს დაკლება კიდე მინდა. რატო კვდები მან? კაი, რა რა ლამაზი ხარ ხო ფოტოზე? ხო, ეს რა კარგი ფოტოა. ვაიმე მან დრავს გავარ. ხო. რატო გიდევს ჯერ ერთი მაშინ? მაშინ უნდა გეთქვა რომ რა ლამაზი ხარ. და ის არ მომწონს კიდე ძილი რო არ ყოფნით არასდროს. 30 საათი რო ეძინა და ძილი დამაგდა და დანგრეული მაქვს სახე. ოკეი, კაი. მითხარი თქვენი იდეალური დეითი, მაგრამ პაემანი. ჩემი იდეალური პაემანი არის, წარმომიდგენია თუ მქონი. ხო, აი მაგალითად მაკინას სად წაიყვანდი, სად გექნებოდა პაემანი? კაი, სად წავიყვანდი მაკინას. კი ბატონო. საცხაკ. არა, უფრო. ფანჯრის დაბლა. ხო. ხო, გადასახტომი რო არ იყოს, ესეთი ადგილი უნდა იყოს. კიბით წახვიდოდით. სადაც ოჯახთან ერთად წახვალ. მე და მამა ჩემი. ექსკურსიას წავიყვანდი, კი ბატონო. სათაფლიად. ვარძიაში. ვარძია. ვარძიაში დეიცე ვარძიაში. პირველ შეხვედრაზე, ხო? პირველი ხო ქონდა უკვე. ცოტა განვითარდეთ, გავიწიოთ შორს, თან ახალ ქალაქს გავივლით. ცოტა იფიქრე რა. შემედივართ ვარძიაში, მე რა ვიცი, ესე ვიზავდი. კაი, რა სიზამთით ვარძიაში? აი რა უნდა მწმოდა, კაი, ბოდიში. რა უნდა გწმოდა ვარძიაში, რამე ვარძიული. ანუ ხო და რა? სპორტულები, კლასიკური მაღალქუცლებიანი კაბა თუ რა? ფოთლები. არ ვიცი. სპორტულები. ფართოფოთლოვანები. საინტერესოა, კაი. წახვიდოდი ვარძიაში? არა? არ წავიდა. ვარძიაში. ანუ არა, დეიცი. ბოლომდე რო ჯერ არ მაგარია. ტიპი ვარძიაში არ მომყვება. კაი, ოკეი, შენ სად წაიყვანდი მაგათი ბეკს? მე არ წავიყვანდი, ჯერ მოდი მაქედან დავიწყოთ. არ წაიყვანდი? აი, სად წამოყვებოდი არ მაშინ? წავიყვანდი. ანუ მე რატომ წავიყვანო? შენ არ უნდა ანუ წაიყვანდი. არა, რატო? არ შეიძლება რომ დაპატიჟო? არ შეიძლება, ხო, პირველად როცა ხვდები ადამიანს. პირველი თუ არ ვიცოდი, თორე აგერ წავიყვანდი. წარმოიდგინე რა ვიცი, მე-7 დეითია. მაშინ შეიძლება რატო არა? ხო და სად? მაგრამ აინტერესებს დედას ვცავარო. კალაგარეთ არ ყოფილა არასდროს. ქვეყანის იქით ანუ არ წავიყვანდი, მაგრამ რა ვიცი, სადმე ალბათ. აუ, წაიყვანე რა. აუ, კაი, წავიყვანდი. და რესტორანთან დატოვე. მე ეთქვა ეს რესტორანში ხوار დადის. ალბათ წავიყვანდი სადმე ისეთ ადგილას, სადაც იქნებოდა სიმშვიდე, სადაც უფრო მეტად გავიცნობდით ერთმანეთს, ვილაპარაკებდით. ვარძიაზე ვილაპარაკებდი. ალბათ უფრო ეგეთ ადგილას წავიყვანდი. სად მაგალითად? რესტორანში სადმე? რესტორანში? ხო. კარგად ვაკეიფებდი, ვაჭმევდი. ესაა სიმშვიდე? რა მაგარი სიმშვიდე? მე არ გავყვებოდი. სად? ან რესტორანში. არა. კაი, კაფეში წაგიყვან, იქ ხარ სიმშვიდე? შედარების რო კერავს. სად გინდა, სად? აუ, იქ არ მინდა. არც შენი, არც ჩემი მცხეთაში. უფ. კაილობიო. სად იქ დრაივზე? მცხეთაზე პირველი დრაივი რატო გაგახსენდა, არ ვიცი. რა მცხეთაში სამწუხაროდ კაფე არ მაქვს ნანახი. როგორ არის? ანუ ნანახი მე თვითონ არ ვარ ამყოფი, არ ვიცი. მცხეთაში? ხო. დავაი, დაწყი. მცხეთ, გადაწყ. ერთის დალიეთ და წამოვა. ამო. ვარძიას გაუმარჯოს. ანუ ერთხელ არ თქვა სადღე გრძელა, მანდილოსნებს გაუმარჯოს. აბა სიმშვიდე გვინდაო? რესტორანი რატომ მოვაწყო? კაი, ერთმანეთს თუ გაინტერესებთ რაღაცები, აუ, კითხეთ ერთმანეთს.
კითხვა რამ ექნებოდა და პირველი შეხედვით, ანუ ერთი დანახვით, როგორ ჩამის რაღაცაში სწორად რო ვთქვა. პირველი შეხედვით როგორ შევეძლება სწორად. First impression. ეს იყო დაითობანა. ჩემ გვარში ვერავინ ვერ იტყოდა ამას. აი, პირველი შევეძლება როგორია ჩემს, რო ვიცოდე და რა გამოვასწორო. გამოსწორებით არაფერი არ უნდა გამოსწორო. პირველ რიგში ისეთი უნდა მიგიღოს მეორე ნახევარმა, როგორიც ხარ. არაფერი არ უნდა გამოსწორო. მადლობა. რაც დავინახე ხარ ცოტა მორიდებული. კი? ხო, თვალებში ვერ უყურებ ზოგადად. სხვა პრობლემა მაქვს. პრობლემა? მაგერ პრობლემაც იყო. დიაგნოზიც მომცა. ხო, რა. დანარჩენი ყველაფერი კარგია. დანარჩენი კი? ჰემოგლობინი გაქვს ცოტა მაღალი. აი, მომიყევით რაღაც შემთხვევა თქვენი ცხოვრებიდან, როდესაც დაიბადე. არა. რაღაცა ინანეთ, ან შეგცხვათ ძალიან. ანუ დღემდე რო გცხვენიათ რა, ეს რა გავაკეთეთ? რამდენი გინდა ეგეთი? უხერხული მომენტები ცხოვრებიდან, ანუ ხო რა. აი მანთან არა გიშლო. ზოგადად რას მეუბნება? всё, давай. ზოგადად ჩემ ცხოვრებაში უხერხულობა არის, აი ძალიან ახლოს ჩემთან. ხო. სულ აი მაგალითად რამდენიმე კვირის წინ მოვდივარ გზაზე უბრალოდ. ჩემთვის მოვდივარ. უბრალოდ როგორ მოდი? თავისით მოდიოდა. ანუ არაფერი განსაკუთრებით მოვდივარ. მათქმევინებდა. რა არის ამაში საჭმარი მოვდივარ. უბრალოდ მოვდივარ. ყველამ გაიგოს რომ მოვდივარ. ანუ მოვდივარ. და არის ავტობუსის გაჩერება, სადაც უბრალოდ უნდა გავიარო. თან მოვდივარ. ხო და აქ გააჩერა ავტობუსმა და ჩამოდის მგზავრები და კონტროლერები მივიდნენ და ამოწმენ ბარათებს. და ვიღაც ბიჭი გაიქცათ რა, იქ ჭუბი ატყდა რაღაცები და მე მოვდივარ. მართალი ადამიანი მოვდივარ და თქვენი ბარათი მეუბნება ეს ხალია საკიან. და სავიზდო ბარათს აძლევ. მეთქი არ ყოფილი ავტობუსში თქვა. რა ავტობუსში არ ყოფილი ხარ, ამხელა ბიჭი. რა მოვდივარ ქალბატონო. ანუ გავილანძღე არაფრის გამო. უბრალოდ რომ მოვდიოდი, გავილანძღე. და კიდე ბევრი. აი, მაკინას გაიხსენებს. თუ გინდა ჩემი ამბავი მოყევი. შენზე. მოვდივარ არაჩვეულებრივად. ბაკურიანში ვიყავით გასტროლებზე რა. ვარ მოცეკვავი. ახლა უნდა გეთქვა ეგ კი. Sorry მომენტი. ყოფილი მოცეკვავი. რას ცეკვა? ქართულ ცეკვებს. ქართულ ცეკვებს. კი. გასტროლებზე იყავი ბაკურიანში. გასტროლებზე ვიყავი ბაკურიანში. ისე მოხდა, რომ გოგოებმა დავლეთ. ასე მოხდა. სრულად შემთხვევით. ასე მოხდა. შემთხვევით დავლეთ. თვალები რო ხარ თუ კიდე რა დავლეთ ხო რა გახსენე. ასე მოხდა. შენ რომელი ხარ? აი ხო დალიეთ. დავლეთ და მან ბაკურიანში არა. ვიჩქარი. მან ბაკურიანში გავიცანი ერთი ბიჭი. რომელიც არა, ცოლიანი არ იყო. ცოლიანი ალბათ არ იყო, არ ვიცი. გავიცანი ერთი ბიჭი და საკმაოდ სიმპათიური ადამიანი იყო. ღამე მომწერა, რომ გამოდიო რა, ანუ ხა გოგოები მთვალები ვარ. გამოვერდი აჭარულები ცეკვა. ტრისჯინაზე. გავედით მე ჩამდა ქალები და უკვე უხერხულია ჩემი არ ქონია იმ ტიპს რომ ანუ ისინი ვინები არიან? ვინ მომითრია? ხო ისინი აი ისინი თემაზე იყვნენ. ისინი მართლა 5 კაცი იყო რა, 6 კაცი. აროჩი არასო დაარტყი რა. ხო და ისე მოხდა რომ თან წავიღეთ ნაგავი რა, ოთახში რაც ნაგავი ქონდა, დალაგე. ეს რო გადამიგდოთ რა. ხო და თან წავიღეთ ნაგავი რა. ორივე ხელში ნაგვის პარკები მიჭრავს. ხო, ა? რა? ჰა?
ნაგავი წაიგეთ. ისე მოხდა რომ ორი პარკი მიჭირავს ხელში. ერთში მიჭირავს ტელეფონი და ნუ თან ნაგავი. ძალიან მთვრალი ვარ. ნაგვის ურნასთან მივედით. როგორი ხარ თვალი? ძალიან მთვრალი ვარ. ფეხზე ვერ ვდგავ. აი ნაგვის ურნას რა ესე გადააყრია. ხო. ორი პარკი მიჭირავს ხელში და ნაგავთან რომ მივედი. ორი პარკი, ერთი არ იყო? ხო გითხარით წა. გზაში აიღო კიდე. ტელეფონი. ისინი ნაგავიც არ იყო. გზაში აიღო. კაი ესეც წავიღო. ანუ სიყვარულის ხასიათია რა, ამოდი. შენ ნაგავი უნდა გავყარო დღეს. მოდი. თუ სიყვარულია, ასეა. ანუ ნახე, ერთ ხელში პარკი მიჭირავს, მეორეშიც ხო პარკი მიჭირავს. პარკის თავი ხო ხელია რომ ანუ ხოლდაკ ჩაგეტევა. თან მიჭირავს ტელეფონი. ესე მიჭირავს ტელეფონი. თან ორი ნაგავი პარკი. და რომ მივედი ნაგვის ურნასთან, გადავაგდე. ტელეფონი გადააგდე. აი აცადი მაინტერესებს რა ხდება. მეგონა რომ ტელეფონი და პარკი გადავაგდე ერთად. ნუ მაგ დროს არ ვიცოდი ყოველ შემთხვევაში და ისე მოხდა რომ დაქალებს დაურეკე, გოგოებო ტელეფონი გადავაგდე. ერთად ვიყავ, გოგოებთან ერთად ვიყავი რა. და კაკრასის ბიჭები ჩვენთან ერთად იყვნენ რა ამ ნაგვის გადაგდების დროს და ჩავედი ნაგვის ბუნკერში, დავიწყე ძებნა ესე ნაგვის პარკები ესე ადის, ტელეფონი მომეძებნინე თქო და ბიჭებს უთხარი დამარეკინე თქო რა. და მეთქი იქნებ განათებაზე ხმაზე გავიგო რომ ტელეფონი ბუნკერშია. ვრეკავდი, ვერაფერი ვერ დავინახე, გადმოვედი, ავედი ნომერში და ტელეფონი იქ დამხვდა. და ტელეფონი იქ დამხვდა, ხო. შიად იქიქები ხოლმე ნაგავში? არა. თვალები დახუჭეთ. და შუქები ჩავაქრო და ჩვენ გავიდეთ. არა, მეც მოვდივარ. ასე ხელს გამოვწევთ. ანუ ვისკვლავთ. ცერატითის მოძრაობით მანიშნებთ, სამამდე დავიცვი და ცერატითის მოძრაობით მანიშნებთ თქვენი პარტნიორი მოგწონთ თუ არა. კაი. თვალებს არ ვახილთ. ანუ ეს შუაში და ტო ეს რას ნიშნავს? ისე რა. ფიქრობ. აი, 1 2 3. აში თუ იყო ესე იგი მომყვება. კი ბატონო, კაი, ჩამოწიეთ ხელი. აში არ იყო? ანუ უკვე გავახილე. კაი. შენ თქვი რატო ჩაწიე თითი? პირველი ვარ, ჩემ გვარში ვსაც თითი ჩაუწიეს. არ უნდა მეწია უჩქარე. ვიზუალს ზოგადად ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. პირველ რიგში მადლობა მამა. პირველ რიგში თვალს მოეწონას, რომ შემდეგ გაცნობის სრული გაგიჩნდეს რა. სტილი და უბრალოდ გარეგნობა. ანუ ვიზუალში ვიზუალში და კიდე სად მითხარი სად დაგპატიჟებო პირველ დეიტზე? ვარძია ხო. აი მე გავიგე ვიზუალ, მაგრამ ვარძიას ნუ შეეხე. რაღაცები დავტოვოთ წმინდა. კარგით მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ გამოიწევოთ ჩემი არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო და იაროთ დეითობანას. დიდი მადლობა ბექას. დიდი მადლობა მათიას.